საღამო მშვიდობისა დადგა ინფორმატორის მეოთხე გამოშვების დრო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავიგებთ რითი იყო საინტერესო გასული კვირა ქართველი და უცხოელი ვარსკვლავებისთვის. თქვენთან ერთად არის კატო და ლაილაი. ანსამბლი ივერია მოსკოვიდან არნახული წარმატებით დაბრუნდა საკონცერტო დარბაზ რასიაში, პირველად დაედგა მიუზიკლი და ეს იყო ივერიას სპექტაკლი ფიროსმანი. წარმოდგენებმა სრული ანშლაგით ჩაიარეს და ივერიამ საინტერესო მიწვევებიც მიიღო. მართლა ძალიან დიდი წარმატება იყო. უბრალოდ წარმატება ამას არ ეთქმის, დღეს ბევრი იბრალეს შეიძლება გრანდიოზულ გამარჯვებას, მაგრამ თუ რაიმე შეიძლება ტრიუმფალური გამარჯვება ეწოდოს, ეს მართლაც ფიროსმანის გასტროლებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. სპექტაკლის ბოლოს 10 წუთის მანძილზე ფეხზე მდგომი აცრემლებული პუბლიკა გვიკრავდა ტაჟს და სამჯერ დაიხურა და გაიღო რასიას ფარდა და ეს მათთვის ძალიან იშვიათი მოვლენა, იმიტომ რომ ასეთი რამ მხოლოდ თეატრალურ დარბაზებში თუ ხდება და საკონცერტო დარბაზებში იშვიათად ახასიათებს. Да, шквальный ветер всюду правит, да, настигает рок слепой. Актрисату медокрис чонки. Цади толи нахе. Толи нахе, толи цади толи нахе, толи нахе. არის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები და ძალიან ეს უკვე რეალურ გეგმებზეა საუბარი პეტერბურგთან, კიევთან, არის ისრაელთან მოლაპარაკებები და რასთავარია ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბროდვეის სამ წამყვან თეატრთან. თამუნა ამონაშვილი სულ მალე ახალ ალბომს შემოგთავაზებს, რომელში შესული სიმღერების დიდი ნაწილი ცავთო ბადუაშვილს ეკუთვნის. მუშაობთ თითქმის ყოველ დღე და იმედი მაქვს, რომ ცეთი ლამაზი ხალხისთვის მისაწვდომი სიმღერები გამოვა. მე და თამუნამ პრინციპში პირველად დავიწყოთ, ხო, პირველი სიმღერა იყო ჩემი მოვა, პრინციპში ესე ფართო ასპარეზზე და იქიდან დაიწყო ჩემი და თამუნას მეგობრობა. ალბათ უკვე გვია იქნება მე შენზე ოცნება გულის დამკონდა ვაკეთებ ქართულ ალბომს და შემდგომისთვის უკვე რუსულ ალბომზე ვიწყებ. ნუ ახლა ვაგროვებ სიმღერებს და ალბათ შემდეგ უკვე რუსულზე გადავალ, იმიტომ რომ არის რაღაც შემოთავაზებები მოსკოვიდან. ისე დაბრუნება სისმრება გავადრო ახლა პერი ალბათ უკვე გვია იქნება. ნაციონალური ბალეტის გახმაურებული პროექტი ასაფართი 27 იანვარს აჭარა მიუზიკლში დაიხურა, თუმცა ის ანსამბლის რეპერტუარში პერიოდულად მაინც გამოჩნდება. აჭარა მიუზიკლში ამ პროექტის მუსიკალური ვერსიების კომპაქტ დისკის პრეზენტაციაც მოეწყო.
იტრიალა ამასამ და დაიხურა არ ნიშნავს რომ დაგვავიწყდა ეს იარსებებს ერთ-ერთი ასე თქვა სფერო ჩვენ გვაქვს საკონცერტო პროგრამა გვაქვს ეს დისკო პროექტი საკლუბო ვერსია და ეხლა იწყება მომზადება თეატრალურ ვერსიაზე კლუბ ნეოში ჯგუფებმა Young Georgian Lolitas და ნება SSSR ალტერნატიული მუსიკის საღამო გამართეს. Young Georgian Lolitas. I'm testing everything I can't relax. I'm a real life wire. მაია ბარეთაშვილი რუსული რომანსების ალბომს უშვებს და ამისათვის ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში მუშაობდა. И воспоминания принесут туман. Зура, принесут туманы. Принесут туманы, ცოტა მეტი მნიშვნელობა მიეცი რა, მას ცოტა გაწელე, ცოტა принесут туманы. Нарисую небо осенними. ეს ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა, რომელიც მოსკოვში შეასრულეს კარაჩენცევმა და ლარისა დოლინამ, აქ შევასრულებთ მე და ზურა დოიჯაშვილი, იწერება თემური ნიკოლაიშვილის სტუდიაში. Нарисую небо радугой печали, в нем тебя увижу осенними ночами. Зов надежды манит нас любовью, об одном мечтаю, вновь дышать с тобою. ეს дуэти შევა ჩემს ახალ ალბომში, რუსული რომანსების ალბომში და კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც ნოდარ ნიკოლაიშვილს ეკუთვნის და აგრეთვე კიდევ ერთი ახალგაზრდა კომპოზიტორის რომანსი. დანარჩენი დიდი ნაწილი იქნება რუსული სალონური რომანსებისა, ერთი ბოშური რომანსიც იქნება ამ ალბომში. И напомнит время дни счастливой жизни. И когда мне листья о тебе шептали. Სიმღერა შვენიერი, ასეთი ლირიული, უფრო როგორც თავისუფალი და
სიამოვნებით ვიწერთ. ძველ გალერეაში ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა თავისი ნამუშევრების ფოტოგამოფენა მოაწყო სახელწოდებით განმარტებანი. ეს გამოფენა ქვია განმარტებანი. გაკეთებულია ორ ეტაპად. ერთი არის 97-ში, 96-ში, მეორე არის 2002-დან დავიწყე და დამთავრდა უკვე ქაღალდი აღარ მაქვს ამისი. ეს ქაღალდი არის სპეციალური, ანუ არ არის ფოტოქაღალდი, არის ტექნიკური და იმიტომ რომ ეგეთი ფაქტურა აქვს და ეგეთი არაფოტოგრაფიულია ძალიან მომეწონა და იმიტომ დავიწყე აი ამაზე ამის კეთება. ისეა, ცოტა ფოტოგრაფიული ესთეტიკაა შიგნით ბევრი შეტანილი. ზოგი ქაღალდი ბოლომდე გამომჟღავნებელია, ზოგი ლაქებიანია, მაგრამ ეს ყველაფერი მომწონდა შიგნით რომ შედიოდა და ნუ ესეთი სერია გამოვიდა. მე გამიჩნდა ეგეთი კინოს ის თქვა რაღაც ეპიზოდზე ყვება რომ ეგ არის რაღაც ისტორია, ხო? ეს პირველი ნამუშევარი ორი შიშველი ქალი, ხო? ზღვაზე, ჩვეულებრივი ძველი რაღაც ფოტო, რომელსაც დააწერა რომ მედეა ეგ არის ქართულია, ზემოთ არ გონათ ის ნახე. იცი აი ეგ ალბათ ის განწყობა უნდა შეიქმნას რაღაცა სადღაც წაგიყვანოს ნამუშევარმა, აი რასაც ეს ნამუშევრები აკეთებს, რა. ახალგაზრდა პერკუსიონისტი კოკა აბზიანიძე, რომელსაც ბევრ საინტერესო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, სანოსტუდიაში ახალ პროექტზე მუშაობს. ახალი პროექტი არის სამგანყოფილებიანი. პირველი განყოფილება არის ჰაუსი, სადაც 8 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ორი იქნება, სადაც BK ზონას ერთობლივი ჩანაწერი იქნება ჯგუფ ლაით მოტივთან. ორი იქნება აფრიკული. მერაბსანოძესთან ერთად და ერთი კომპოზიცია იქნება, რომელიც ფოლკზე იქნება, ფუძე იქნება ქართული ფოლკლორი, სადაც კოკა პირველად იმღერებს მერაბსანოძესთან ერთად. პირველი სერიოზული პროექტია ჩვენი ჯგუფის და იმედია ყველას მოეწონება, იმიტომ რომ ძალიან უცხო არის ქართველი მსმენელისთვის. აქ არის 8 ინსტრუმენტი გამოყენებული. ერთმანეთზე არის დადებული. ესე იგი კოლბელები არის გამოყენებული, ბუბენები, სამნაირი ტარბუკა არის და 3 კონგია გამოყენებული. რა არის თავარი და რა თქმა უნდა შრომა, გამოცდილება და თვითონ შეგრძნება უნდა ქონდეს ინსტრუმენტების. ეს პროექტი არის ჩემი ჩანაფიქრია დიდი ხნის 30 მედოლე ესე ქართულად რო თქვა რა დასარტყამ ინსტრუმენტზე ვისინიც კიფლობს მინდა გავაკეთო რაღაც სელექცია ამორჩევა მინდა ვნახო შევხედო ხალხი როგორ არის ეს არის დაგეგმილი ფაქტიურად რითმული თეატრი გამოდის ესე თქვა წარმოიდგინეთ 30 ადამიანი რომელიც ერთდროულად ყველანაირ მიკროფონის გარეშე შეასრულებს მთელ საათიან კომპოზიციას ესე თქვა სხვადასხვას ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.